მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ასე სპონტანურად გადავწყვიტე მოკლე ვიდეოს ჩაწერა და რამ მიბიძგა ამისკენ. სახში მე ზოგადად კულინარია მეხერხება და ძალიან მიყვარს სახში რაღაც კერძების გამზადება და დღეს გადავწყვიტე სალათას გაკეთება, წავედი მაღაზიაში, რაღაცა ბოსტნეულები უნდა მეყიდე და 3-4 დღის წინ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ბოსტნეული არის წითელი ბულგარული წიწაკა. ძალიან მიყვარს, ვაფასებ მე ამას და 3-4 დღის წინ ღირდა 7-8 ლარი ასე დღეს წითელი ბულგარული წიწაკა ღირდა 14 ლარი. არ ვიცი ეს ბულგარული წიწაკა თუ ოქროს წიწაკა ვეღარ გავიგე რა და ის ხალხი ეხლა რაღაცა კომისია რო შეიქმნა და ყოველდღე დისკუსიას მართავენ ფასების ვითომ დაკლებაზე და სინამდვილეში რავი გალაქტიკაშია გაფრენილი ნებისმიერ პროდუქტზე ფასები არ ვიცი რა არის ბლეფი არის ჩვეულებრივი და ხალხისთვის თვალებში ნაცრი შეყრა რა. ეს არ საშინელება ეს ფასების როდემდე უნდა გაიზარდოს. ფასები ყოველდღე იზრდება, ხელფასები იგივე გრჩება. უბედურება, აბა რა არის, არა. მაპატიეთ ცოტა ემოციური გამომივიდა ეს გამოსვლა, მაგრამ არ ვიცი, ნუ უკვე ვეღარ ითმეს ადამიანი ამდენს. ხო, და რისი თქმა მინდოდა ამ სალათებში მე და თქვენს გირჩევთ მეგობრებო მაღაზიაში არ იყიდოთ არანაირი მაიონეზი, არც სამარხო მაიონეზი და არც არანაირი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მავნე პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რომელიც არის ყველაზე ძვირფასი სოფლიოში და მთელ გალაქტიკაში, მაგაზე ძვირფასი ადამიანისთვის არაფერი არ არის, ეს არის ჯანმრთელობა, გავაფრთხილდით თქვენ ჯანმრთელობას. მაიონეზი არის მავნებელი, აწამოთ, გააკეთეთ სახში, ჩვეულებრივად კეთდება 2 ცალი მოხარშული კვერცხი უნდა და რაღაცა ინგრედიენტები, რომელსაც ახლა მე თქვენ განახებ და ერთად მოდით ვნახოთ როგორ კეთდება უგემრიელესი მაიონეზი, გამოიყენეთ ნებისმიერ სალათაში. რა შეეხება კვერცხის გაბრწყნას. სალათების მომზადების დროს, რომელშიც ვიყენებთ ხოლმე კვერცხს, ერთ ასეთ მნიშვნელოვან პრობლემას ვაწყდებით ხოლმე, ეს არის კვერცხის გაბრწყნა. მე კვერცხის გაბრწყნა არც თუ ისე მარტივია, თუ სწორად არ მოვხარშეთ. მაგრამ მაგისთვის ყველა მარიცის ეს საშუალება, როგორ უნდა მოიხარშოს კვერცხი სწორად, რადგან მე აი მარტივად გაიცნოს. მოდით ახლა აი ეს მოხარშული კვერცხია, ახლა მოხარშე მაიონეზისთვის, მოხარშული კვერცხი გამოიყენება სახში გაკეთებული მაიონეზისთვის და მოხარშე კვერცხი, რომელიც გაჩვენოთ, მინდა რომ გაჩვენოთ როგორ მარტივად იფრცხნება, აი ჩვეულებრივად აი ასე ვფრცხვნით. არანაირი ზედმეტი არაფერი არ შორდება, ასე მარტივად. ძალიან ადვილად გაიფრცხნა და გამოვიდა ლამაზად გაბრწყნილი კვერცხი. აბა ვინც იცით მეგობრებო მეთოდი, რომლის შემდეგაც კვერცხი ასე ადვილად იფრცხნება, კომენტარში მომწერეთ. სახში მაიონეზის გასაკეთებლად მეგობრებო გჭირდება 2 კვერცხი, 1 კოვზი შავი პილპილი, 1 კოვზი არა, ნახევარი საკმარისი იქნება. მე ზოგადად ცოტა მწარე მიყვარს და იმიტომ ვფერთ. ნახევარი კოვზი შავი პილპილი, ნახევარი კოვზი მდოგვი. ჭიქაში რაცაცხია წყალი, აი იმის ნახევარი, ცოტა სქელი რო გამოვიდეს და აი ნახევარი ჭიქა რო ჩავსხათ, ხელი გამოვა. 1 კოვზი ძმარი და 2-3 კოვზი ზეთი. ამ შემთხვევაში მე ზეითუნის ზეთი გამითავდა, არა მაგ და გამოვიყენებ სიმინდის ზეთს. ჩავყაროთ ახლა აი ამ ბლენდერში და დავამიქსეროთ და რა გამოვა ერთად ვნახოთ. ესე იგი ჩავყარე ყველაფერი აქა, კვერცხი, ძმარი, ზეთი, შავი პილპილი, მდოგვი და ცოტა წყალი. ახლა დავაბლენდეროთ. ესე იგი დავაბლენდერეთ ჩვენი მაიონეზი, გამოვიდა აი ესეთი სისქის ცოტა ბევრი წყალი მომივიდა, იმიტომ რომ ჭარხლის სალათას ვაკეთებ. ეხლა ამას უზავმე ყველაფერს ეგერ წინასწარ გამზადებულ ჩემ ჭარხლის სალათაში. და გაჩვენებთ რაც გამოვიდა. სახში გაკეთებული, გამზადებული მაიონეზით გამოვიდა მშვენიერი ჭარხლის სალათა.
არაჩვეულებრივი სუნიარი და გემოს ეხლა გავსინჯო. აი დღეს რაც გავაკეთე, სულ რაღაც 1 საათში. ეს არის ჭანხლის სალათა ტყემალში, მაიონეზში, წითელი ბულგარული წიწაკის სალათა. კვერთხი შევიწვი შემწვარ ხაჭოსთან ერთად. მიყვარს ძალიან შემწვარი ხაჭო. ამას მივირთმევ. Bon appétit.